ავსტრიაში, კერძოდ კი ქალაქ ვენაში დააკავეს 35 წლის ქართველი მამაკაცი, რომელსაც მესამე რაიონში კუსტარული პლასტიკური ქირურგიის კაბინეტი ჰქონდა ბინაში მოწყობილი. მას 58 წლის ქალბატონი საოპერაციო მაგიდაზე ცუდად გაუხდა. მას შემდეგ რაც ლიფტინგის ოპერაციის გაკეთებისთვის მან სკალპელით რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელზე. ქალბატონი გადაყვანილია საავადმყოფოში. როგორც დაკავებულმა განაცხადა, ის საქართველოში იყო პლასტიკური ქირურგი, მაგრამ მის ხელსაწყოებს და საქმიანობას ასე ვთქვათ, ავსტრიაში ლიცენზია არ ჰქონდა. რეპორტაჟის ლინკს დავტოვებ კომენტარში და თქვენ კი გირჩევთ, რომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, სილამაზე კარგია, მაგრამ ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. წარმატებებს გისურვებთ.